Acaba დასვე 17 თეთრი. გადავარდი ხოლმე წერს ამ მქონდა იმედი. რა შეიძლება ვიზარალო და რა შეიძლება სახელმწიფომ შეგვიყვანა შეცდომაში. შეგვასწრინა მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული იყო სეტვისაგან ყურძენი და ძნელად ასაჩევი იყო წელს ქარიშხალი იყო, ამინდებისური იყო კახეთში. 3 წელი 4 წელი გარანტია ჰქონდა სახელმწიფოსაგან, რომ სხვა ყურძენი არ შემოვიდოდა და მეტნაკლებად გაიყრებოდა ქართული პროდუქცია. წელს რო შეიცვალა ხელისუფლება 3 დეკემბერს ნებართვები გაიცა და ყურძნის შემოტანა მოხდა სხვა ქვეყნიდან,აზერბაიჯანიდან, რომელიც ხარისხით უკეთესია, ამას არ უარყოფთ. იქ ამის ტრადიციები აქვს 30-40 წლიანი ტრადიციები, სუფრის ყურძენი მოყავთ და აქვს თუ რაღაც 3 წელია, რაც ეს საქმე, როგორც ეს საქმე დავიწყეთ, ბანკიდან კრედიტები გამოვიტანეთ, შენობები ავაშენეთ. პროდუქცია შევისყიდეთ, რომ როგორღაც კონკურენცია გაუწიოთ იმათ და ჩვენც რაღაც წინ წავიდეთ, მაგრამ გამოდის პირიქით, ეხლა ბანკის ეს ხის ვალად ხდება და ყურძნის რეალიზაცია ესე ძნელდება. რაც ძველი ხელისუფლება იყო, ყურძნის შემოტანა, სანამ ქართული ყურძენი იყო, ხელი არ შეშლია. მას. დამთავრდებოდა ქართული ყურძენი, მე იყო და სხვა შემოდიოდა. ეს როგორც გადავყავოთ, ფაქტიურად ეს ეხება. ეს ყურძენი, ვინ ამიდან არ გამოდის, არაფერიდან არ გამოდის. 32 ტონა ყურძენი მაქვს. პირადად მე 3 ტონა მაქვს გაყიდული და ეხლა ვიწყებდი გაყიდვას, მაგრამ ფაქტიურად გავჩერდი, რაც გატანილი მქონდა 700-800 კილო ყურძენი, გამიფრჩა და გადავყავე. გომისაგან თელეკვირა ვიდექი ბაზარში ორი გავყიდე წამოვიდე. ეს იპოთეკით არის დატვირთული ეს მაცივარი მთლიანად შენობა, სახლები გვაქვს, მანქანები შადებული ბანკიდან გამოტანილი. გავყოდები გავიგებდიან და იქ ხდება. რამდენი გაქვთ ბანკის ვალი? 55,000 ლარი.